კიდევ ერთი თამაში, ჩვენი შემდეგი თამაში არის გამოიცანი ჩემი ფობია. აჰა. ანუ ამ აკვარიუმში არის გარკვეული სიტყვები და ჩვენ უსიტყვოთ, მოქმედებით უნდა აუხსნათ ჩვენს მეწყვილეს, ჩვენს გუნდის წევრს თუ რა ფობიაზე არის ლაპარაკი. მე მგონი ცოტა გაუგებრად ლაპარაკობ და ამიტომ პირველი მე დავიწყე. მოდი თუ კიდე როგორ ხარ იცი მაინც და მაინც რაღაცა ინკერქესონოფობია რო ქვია, ამით არ თქვათ არის რაღაც ის მაგალითად ყოღოს შიში. ყოღოს შიში და რაღაცნაირად ავხსნით. მოკლედ მე ვიწყებ და მე ვიცნობ? გამამხნევეთ. ერთი მე ვარ შენი გამამხნევებელი, მე უნდა ამიხსნა. ისინი პირიქით ესდებიან მორალურად დაგანგრიან. მაგრამ მე მინდა რომ თქვა რომ ეს პოლარიზაცია ჩვენ გადაცემაში უნდა დამთავრდეს და ჩვენ შეგიწყობთ მე და ბექა. ნამდვილად საჭირო. ვანიკო აბა, მითხარ, რა ჩვენ რისი შიში აღმოგაჩნდა ამ ფურცლის ამოგების შემდეგ. საინტერესო შიშია სხვათა შორის. როგორ გავაკეთო? ხმა რა მოიღო? ხო. უჩები არ უნდა ეხლა. ჯამბაზების გეშინო და? მართლა? ჯამბაზების შიში? ჯამბაზების არ მეშინო და გამომივიდა პროსტა. მე პატარაობაში ამბავს მიყვება. ანუ პატარაობაში სცენამდე ჯამბაზების და თვითონ ჯამბაზი რა რა ოჩაღ რა გინდა. გაუმაცნობები ისევ აქ. ილო აბა დაიწყე. ბატონო. ბექა აქეთ მომბძანა. მე იქით დგები კი ბატონო. აი. აბა თქვენ ისეთ ბიჭებო. მაყურებლის ჯერი თქვენზეა. დაიწყე? ხო. არა. ფრინველების შიში. ხო? ფრინველების ფობია. დავა კონკრეტულად? ხმის გარეშე. რომელი ფრინველი? ხო, ეხლა ეგ, მასა, ესა ქვია. ვის აქვს ფობია? მეგონი ფრინველს. მეგონი კაცავს და არა მარდა, მაგრამ ორივე ბარათი რო გაძუყნა. ეხლა ჯერი ჩემზეა. მაგრამ ეს შემეშინა მეთქი წერო არ ეგონოს მეთქი. ხო, არა, თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი. აი იყო შეცდომა ცალფეხზე და აუ. აბა რა შიშები გაქვთ? ბიჭო. ეს გავიგე რომ რაღაც მაშინელი ფობია. ხავილის ფობია? ეგეთი ყოფილა. გამოიცანი. ხავილის ფობია და რაღაც ქვია, რაღაც ხავი მოიფხანა და აკაროფობია. ყოფილა ხავილის კარგი თამაშია ჩვენეთ. ყველაფერი დადეთ ბიჭებმა. ეხლა მე ვარ. ოჰოჰო. ჩვენ ხმა მაგლა არ ვიფიქროთ? მე მივხვდი მგონი. ეგ არის. აიცა. რაღაცა ღვთისში მგონიან, ზემოთ იყურება და თან რაღაც ისეში. ფობია. რა კარგია. რა კარგია ეს. რა კაი კაცი ხარ. ზემოთ რა ხდება ზემოთ? ფრინავის არა ვერა მიხედებია. დარჩი რა ჩვენთან რა. რა ქვია, მაგრამ სიმაღლის არ ქვია და ზემოთ ახედვის შიში? Exactly. რა სამბო? ზემოთ ახედვის. ხომ არა, აბა რა გქონდა? ლაპტოპი. აი ზემოთ რო ხუთი ხარი, რა სახელი? ზემოთ შიში ყოფილა? ანაბლეფობია. ანაბლეფობია. შენ ბიჭო ანაბლეფობია თუ არა? ჩემი ჯერია მგონი. ეს დავჭმუჭე. ანაბლეფობია? ნახე რა გაწურა სეკასავით. მიდი ვანჭკა. ხო? შიშველი ადამიანი. შიშველი ადამიანი, შიშველი. იტველო მანია და. ოკეი, ილო, შენ ჯერი არის შენზე? ამაზონ. ოკეი. რაღაც უკვე ამერიკული ინტონაციები გერება. ილო, ეხლა შენ ჯერია. გადმოგვედო თორე შენ. ხო რა. ცოტა იმერული აქცენტით ოღონდ ესეც თქვი.
სულ სატო გვაქცევ ზომბას გაფიცე ვერ დავინახავ. იმიტომ რომ ვერ დაინახავ. შენ რამე პრეტენზიები გაქვს? ერთი გამორთით კამერები ბიჭო. აიცა არ გინდათ ეხლა. მე მგონი. როგორ? ხო, მოიჭრელი. კლაუსტროფობია. მე თავიდან სხვა მეგონა, მაგრამ მე ბოლოს უკვე შეასრულა ბიტონა. ნიკოს გერი ჩემზე ამ კიდე. ნიკო ჯერავს. ვა. და ამაგრად თავდაჯერებულად მიმასუხა ეს ხომ ეყოლა და? კლაუსტროფობია. დენირო სახით. უხმოთ რომ იქნება ეს ყველაფერი? თეთრი შიში? თეთრი შიში. აბა თეთრი ფერი შიში ყოფილა ეგეთი. არის რა ადამიანები თურმე. მე მგონა შავების ეშინოდა. ნაპოლეონოფობია. ნაპოლეონს ეშინოდა თეთრი. კი ესე. სუ თეთრი ელასტიკებით კი დაწკიპინებდა ეგო ხელი. აირად ეშინო. ქვემოთ ხო არ იყურებოდა. ის მარტო ზეი. მარიცა და რა ფერი ზეცვა. ო ხო, ძილის შიში. აი ამიტომ აღარო ხელი. ამიტომაც გამოდი. რა თქმა უნდა. მე მოძრაობები